Robis პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც მივესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მინდა ასევე დავაანონსო, ჩვენთან სტუმრად იქნება მერაბ ღოღობერიძე, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და პირი, რომელმაც დაახლოებით ერთი დღით ადრე ამ აქციამდე დაგეგმა თავად პოლიციის სამმართველოსთან აქცია. გია მასალკინი, ფილოსოფოსი, ირაკლი ჭეიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, რომელსაც სახე დაუზიანდა იმ ღამის მოვლენების დროს და ის თბილისში იმყოფება, მკურნალობს და სწორედ კლინიკიდან ჩაგვერთვება. ჩვენ კი საუბარს ვიწყებთ ნიკა მელიასთან. ბატონ ნიკა, მე გისმენდი თქვენ სხვადასხვა ეთერში, რამდენიმეჯერ მოგიწიათ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე ჩემი დრამატურგია მაქვს, ამიტომ მეც გითხავთ, რის მიმართ იყავით იმ საღამოს თქვენ სოლიდარული? ბუნებრივი, ეხლა უყურებდი თქვენ სიუჟეტს და ვფიქრობდი რა, რომელიც ეცად თავის სახელი შეიძლება გამოვიყენო, მაგალითად ქაბატონი ფესელიას, ბატონი თალაკვაძეს, კალაძეს, კვირიკაშვილის მიმართ. ძალიან რთულია, იყო კორექტული. უნამუსობა ქვია და უნამუსო ადამიანის მიერ ნათქვამი, რასაც ადგილი აქვს ქართული ოცნების პოლიტიკოსების მხრიდან. შეუძლებელია ქრონოლოგიურად არ მიყვეთ, რომ ავხსნა რატომ არიან ეს ადამიანები. არ გვინდა ბესელიაზე საუბარი, ოცნების წევრი მეყოლება 4 საათზე გადაცემაში და ბატონი გამოდის და ამბობს, რომ ეს მოაწყო ნაციონალურ მოძრაობა. გამოდის კვირიკაშვილი. მე ამას არ გეკითხავთ, მე ამას გითხავთ. მე გეკითხებით, რის მიმართ იყავით სოლიდარულები? თქვენ ძალიან კარგად იცით, რის მიმართ ვიყავით სოლიდარული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხას უსვამთ დღის 5 საათიდან. დღის და არა დილის 5 საათიდან, დღის 5 საათიდან, როდესაც დაიწყო საპროტესტო ასე ვთქვათ აქცია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 30-40 ადამიანი, შეიძლება არც იყო ამდენი, აი ამ ადამიანების მიმართ ვიყავით სოლიდარული და მე ეტაპობრივად ემატებოდა ბათუმთან ასე ვთქვათ რაოდენობრივად იზრდებოდა საპროტესტო ასე ვთქვათ რაოდენობა. თავად ღებრიშვილი წამოსდა გუშინ, რომ იქ 500-600 ადამიანი ცნობის მოყარეობა მიიყვანაო. რეალურად სამართლოს შენობასთან. ცნობის მოყარეობა კი არ მიიყვანა, ხალხოდიან მიიყვანა იმ უსამართლობის განცდამ, რომელიც სუფევს წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში და იცით, როდესაც საპროტესტო მუხტი ამოხეთქავს და ბძვინვარებს პროტესტი, შესაძლებელია თქვენ სხვადასხვა საკითხისადმი გქონდეთ პროტესტი, მაგრამ დაინახოთ ქალაქის ცენტრში პროტესტი სხვა საკითხის მიმართ და შეუერთეთ იმ პროტესტი იყო ორ ფრაგმენტიანი. თქვენ ამბობთ, რომ ერთი ფრაგმენტის მიმართ იყავით სოლიდარული თუ მთლიანად პროტესტის მიმართ, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ტიპის პროტესტი, ვგულისხმობ მეორე ნაწილს, რომლის მიმართ ფაქტიურად საზოგადოების ერთიანობა იყო მის მიმართ ნეგატიურ განწყობაში. ეს იყო ძალიან ვანდალური. ეს არის ის სპირალი, რომელშიც ეცადა ქართული ოცნება ჩაეკრეხებია თავისი პროპაგანდული, ასე ვთქვათ, პროპაგანდული მანქანა და წარმოიჩინა თითქოს ნაციონალური მოძრაობა ხარს უჭერს ვანდალებს და ხულინგებს. ეს არის ქართულ ოცნებას ამ თქვენი სიტყვები ცინიზმზე აუცილებლად გამოსვამ. მე უნდა ვისაუბრ არ არსებობს. ძალიან დიდი რის მიმართ იყავით სოლიდარული? მე მგონი გავაკეთე პასუხი. ბუნებრივია, როგორც თქვენც იყავით სოლიდარული, ხო? 5-6 საათზე, დღის 6 საათზე თქვენ მოისმინეთ ეთერში ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომ გორელმა საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარელი არ უნდა დააჯარიმოს. ამ ფრაზების მიმართ იყავით სოლიდარული? როდესაც ხალხი არის ქუჩაში გამოსული და ითხოვს ხელისუფლებისგან ელემენტარულ ყურადღებას. ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი, რომ მისულიყო მათთან მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებია, მერწმუნეთ არანაირი გართულება არ მოყვებოდა. ეხლა ნება-მომეცი დაახსნა. კარგი, დავაზუსტებ შეკითხვას. მეორე ნაწილი იყო ძალიან ვანდალური, რომლის მიმართ თქვენც ამბობთ შემდეგ სხვადასხვა ეთერებში ხდით, რომ ვერ გექნებოდა სოლიდარობა, მაგრამ პირველ ნაწილშიც ისმოდა ისეთი ტიპის განცხადებები, რომლის მიმართ წარმოუდგენელია სოლიდარობა. მაგალითად, გორელმა პოლიციის უფროსმა აჭარელი არ უნდა დააჯარიმოს. ასე როგორ ფორმულირების მიმართ ნაციონალურ მოძრაობაში იცნობ ერთ რომელიმე ლიდერს მაინც, ვინც ან ხარი დაუჭირ, ან პოტენცია აქვს იმისი, რომ ხარი დაუჭიროს, გავს ასე ვთქვათ, გამოხდო. მე ბუნებრივი ეს არის საერთოდ სხვა საკითხი. თქვენ არ კითხულობთ, რის მიმართ ხდებით ხოლმე სოლიდარული? ქუჩაში ორი კაცი დგება უკვე სოლიდარული ხარ? საჯარო პოლიტიკაში დიახ, და არა მარტო ჩვენ ვიყავით, ქართული ოცნების დეპუტატები სოლიდარული იყვნენ და ეხლა ნება უნდა უფლება უნდა
კითხავ მე მაგ დეპუტატებს. 11 საათზე, საღამოს 11 საათზე, როდესაც არანაირი ნიშანიც არ შეიმჩნეოდა ვანდალიზმის და ჰულიგანიზმის ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებიც, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და სხვადასხვა პარტიის დეპუტატები იმყოფებოდნენ სამმართველოს შენობაში, მიიღეს დაპირება, რომ ნებათა ხეობა იმისათვის რომ ჩაწმარდეს და ხალხი დაიშალოს, გამოუშვებენ, გაათავისუფლებენ 6 დაკავებულს, ეს ხდება ღამის 11 საათზე. ვიცი, კარგად, ეს კომუნიკაციის პროცესი ერთმანეთთან. არა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. 11 საათზე მოხდა ეს შეთანხმება შედგა. და რა ხდება ამის შემდეგ? ღამის 12 საათზე, უბრალოდ 12-ს აკლდა 3 წუთი, როდესაც არსაიდან გაჩნდა სპეცრაზი ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმება შეესრულებიათ, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტაციას უჭერდა მხარს. ამ დროს სპეცრაზი გამოიყვანეს 5 წუთით და იქ მართლაც ჯერ კიდევ შვიდობიან პროტესტანტებს რეზინის ტყვიები ესროლეს და სასადენი გაუშვეს და 5 წუთის შემდეგ სპეცრაზი დამალეს და მთელი 4-5 საათის განმავლობაში ბათუმი ხელთ ჩაუგდეს ხულიგნებს და ვანდალებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებით გაჩნდა არსაიდან. ამ დროს თქვენ პარლამენტის წინ დგას თქვენი პარტიის ნაწილი, თქვენი განცხადებები, რომ ყველაზე მსხვილი პარტია 64 ქალაქში ანალოგიური პროტესტი რომ წამოვიწყოთ, ივანიშვილი გაიქცევა. რისი ანალოგიური პროტესტი? ამ პროტესტის ანატომია არის ესეთი, რომ გორელმა არ უნდა დააჯარიმოს, დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადებები ისმოდა. ეს სიტყვები, ციტატო, რომელიც მოყვა, ჩემი სიტყვებია, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში 2-ის ნახევარზე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ვანდალური და ეთერში მიმდინარეობისას დაიწყო. პირველი საპატრულო მანქანა დამწვარი გამოჩნდა ეთერში, მე უყურებდი ეკრანზე. მე ვთქვი, რომ არა პასუხისგებლობის მქონე, ნახეთ რა მნიშვნელობა აქვს იმ წინადადებას, რომელსაც მე ხავ ამობდა, თქვენ არ გავთ იქ ამონარიჩი. რომ არა პასუხისგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ასე ვთქვათ პრობლემა ქვეყანაში და დიდი არის საპროტესტო მუხტი, ეს ყველაფერი რაც დღეს ბათუმში ხდება შესაძლოა სხვადასხვა ქალაქებში იყოს სხვადასხვა მიმართულებებით, სოციალური ფონიდან გამომდინარე, მაგრამ დავასრულებ თუ შეიძლება იმას. თქვენი პარტიის განცხადებები, სოლიდარულები ვარ, ასევე თქვენი პარტიის წევრია მეგიგო ცილიძე, რომლის აქტივობები სოციალურ ქსელში და თავის ამ პარტიის სატელიტი ორგანიზაციის თავისუფალი ზონის ყოფნა იმაქცეს. მე იმას არ ვამბობ, რომ ეს თქვენი მოწყობილი აქცია, მე ეკაბესელია, კი არ ვარ. მე უბრალოდ იმის კითხვა მინდა, ხომ არ გიმტყუნათ პოლიტიკურმა ალღომ, რომ ამ აქციას დაუჭირეთ ხარი. არა თუ დაუჭირეთ ხარ, როგორ შეიძლება? ეხლა ვეუბნებით, ხვალაც, ზეგაც. თქვენ რა გონიათ ეხლა ბავშვთა სამყაროს დაზარალებული თანამშრომლები, რომლებიც გამოდიან, ხარს არ უჭერ? ხვალაც დაუჭირ და ზეგაც დაუჭირ, როდესაც გამოდიან და საკრებულოს ნებისმიერი პროტესტი, უნდა მიხვიდე პოლიტიკოსი, როდესაც ხარ და მინიმუმ გაერკვე სიტუაციაში. სად იყო 12 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი? სად იყო კვირიკაშვილი? ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, მაშინ როდესაც შეთანხმებული იყო, რომ ეს ადამიანები გამოეშვათ დაკავებულები 11 საათზე ღამის, როდესაც მიღწეული იყო შეთანხმება, 12 საათზე 5 წუთით გამოიყვანეს სპეცრაზი, დაარბიეს და გაიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგი, კი არ დაამყარეს, გაიყვანეს და მერე შეასიეს ბათუმს ტიტუშკები. და არ მკითხოთ ეხლა ეს ტიტუშკები საიდან მოიყვანესო? წლების განმავლობაში უყურებთ ამ ტიტუშკებს ნაციონალური მოძრაობის ოფისებში მიქსეულს თქვენი ქვეყნის მასშტაბით. უცბად გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები ბათუმში და თუ შეიძლება პროტესტის შუაგულში ირაკლი ჩხირკვიას ყოფნა, რომელიც თქვენი სატელიტი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით. შეუძლებელი არის, მე და თქვენ თავხდებით, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტაციაც ესწრებოდა, რომ ადამიანები გათავისუფლებოდნენ ღამის 11 საათზე, შეთანხმება ძალაში იყო, ამ დროს 12 საათზე გამოდის სპეცრაზი არბევს, ჯერ კიდევ მშვიდობიან, ასე ვთქვათ, იმიტომ ის მშვიდობიანი აქცია იყო თავიდან ბოლომდე, სანამ ქართული ოცნება არ გამოიყვანდა თავიანთ, ასე ვთქვათ, მოლოტოვის კოქტეილით შეერაღებულ ხულიგნებს და ვანდალებს. და ამის შემდეგ 2-ის ნახევარზე რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრებიც იდგნენ იქ და დეპუტატები. ქართული ოცნების წევრებმა გაწყვეს პოლიციის მანქანები. მე დარწმუნებული ვარ ამაში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იყო ხელშეწყობით გაკეთებული ქართული ოცნების. წინასწარ შემთხვევაში ახსნა არ აქვს. შეთანხმება იყო 11 საათზე, რომ ეს ხალხი დაშლილიყო და ნაცვლად ამისა 12 საათზე სპეცრაზი გამოიყვანეს იმის მაგალითად, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და ეთქვათ, რომ ეს ადამიანი დაკავებული გათავისუფლდება და ხალხო დაიშალა. ევროპული საქართველოს განცხადება თუ გაწმუნებთ იმაში, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური ალღვა აღმოაჩნდათ ამ მოვლენების შეფასებისას. დიპასუხეთ 2-ის ნახევარზე, დილის 2-ის ნახევარზე
გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე როდესაც ძვინვარებს პროცესები და თავიანთი ხელდასმით გამოყვანილი ტიტუშკები არიან ბათუმ შესეულები და მაშინ ამბობს რომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 6 ადამიანი გავათავისუფლოთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ თბილისში სანამ გაემგზავრებოდა ბათუმში არა და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 11 საათზე. აი ხა თქვენ ჩართვაში ახსენეთ ბატონი ჭეიშვილი ხო ვისაც სახე დაუზიანდა. თავად ეს ბატონი ჭეიშვილი თქვენ ჩართვაში თქვენ ტელეკომპანიის ჩართვაში სატელეფონო ჩართვაში ამბობდა რომ მიღწეულია ეს შეთანხმება და ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩვენს გავედით ხალხთან სალაპარაკოთ რომ გვეთქვა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება პარტიას რომლის სახელით თქვენ ახსენეთ გაუმართლებელი ან ვანდალური პროტესტისთვის ნებისმიერი სოლიდარობის გამოცხადება. უნამუსოა ის ადამიანი ვინც თქვა ეს. რატომ იცით ეს არის ეს ევროპული საქართველოს განცხადება. უნამუსო არის ის ადამიანი ამ მნიშვნელობა რომელიც ეს არის ის ყოფილი იმ პარტიის წარმომადგენელი ანუ ნაციონალურ მოძრაობიდან სანამ გაიქცეოდე და არც თუ თავისინებით. მაშინ როდესაც დეპუტატი თარგამაძე ააფეთქეს და დეპუტატი თარგამაძეს აფეთქება დააბრალეს ნაციონალურ მოძრაობას. მაშინ როდესაც კორცხელი მოგვიწეს და გიგაბოკერია ნაციონალურ მოძრაობაში იყო მაშინ და მე და გიგაბოკერიას დაგვაბრალეს დარბევა. ამიტომ ამ პარტიის წევრები ღიად ამბობენ რომ სწორედ ეს განგასხვავებთ თქვენ ერთმანეთისგან რომ თქვენ რაღაც ნებისმიერი პროტესტის და რაღაც ბედნიერი ვარ, ჩემი ნარატივი და ჩემი პოზიციები ივანიშვილის ნარატივს და პოზიციებს არ ემთხვევა მუდმივად. 10-დან 10 შემთხვევაში ემთხვევა. მათი ემთხვევა? არა თუ გაიგეთ განცხადებები და შეადარეთ. ნუ თუ არ იცის ეხლა რომ იმ ადამიანმა ვინც ეს განცხადება გააკეთა რომ ნაციონალურ მოძრაობაში არ არის ის ხალხი ვინც ხარს დაუჭერს ვანდალებს და ხულიგნებს. მით უმეტეს ეს არის ის პარტია რომელიც იყო 5 წლის განმავლობაში დევნის ობიექტი ტიტუშკების პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ივანიშვილის. მე მინდა რომ თქვენ მაყურებელთან არ დავკარგო თქვენ თუ გაქვთ რამე სათქმელი და ამიტომ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. თქვენ რომ სოლიდარობას უცხადებდით პროცესს ეს არის ცხადზე უცხადესი, მაგრამ თქვენ სოლიდარობას ესე იგი დღეს ამბობთ რომ უცხადებდით მაგალითად მოქალაქე ჯიმი ვარშანიძეს და არა იმ აქციის იმ მონაწილეს რომელიც ამბობს რომ გორელმა არ უნდა დააჯარიმოს აჭარელი ეს ამოხეთქვა ამ პროტესტის ეს აპროტესტო მუხტი გონეთ იმ 5 წუთში გაჩნდა ბათუმში თქვენ გონი არ არსებობს ბათუმში გორში თბილისში იქნება ჩართვები არ არსებობს უბრალოდ მაშინ როდესაც ქვეყანაში არის სრული სტაგნაცია როდესაც ქვეყანაში 1 სანტიმეტრითაც არც ერთი სფერო წინ არ მიიწევს პროგრესის ნაცვლად მივიღეთ წარმოუდგენელი რეგრესი მაშინ როდესაც საოცარი კრახი განიცადა ხელისუფლებამ რუსთავიორთან მიმართებაში წარმოუდგენელი და უპრეცედენტო ხო ფადა აიხადა სასამართლო სისტემას და სასამართლო სისტემა დღეს არის ივანიშვილის ჭიდრო დაქვემდებარებაში ამის შესახებ თელმა ცივილიზებულ საყვარელ მიწის და დღეს აქედან გამომდინარეა ქართული ოცნების უსუსური მცდელობა რომ თითქოს პოლიტიკურ თავარ ოპოზიციურ პარტიას გადააბრალოს რატო არ აბრალებენ მაგალითად მსგავს შემთხვევაში ნებისმიერ ევროპულ საქართველოს მაგალითად რომელსაც არ სოლიდარობა გამოუხატავს ამ პროცესის მიმართ ეს თავარი ოპოზიციური პარტია არის ნაციონალური მოძრაობა და თავარი ოპონენტი და კონკურენტი თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობახაბაძე არის თქვენი პარტიის წევრი არ მოკითხეთ მას რატომ იყო იქ ჩვენკია და რატომ სამპუნქტიანი ultimatumით გამოდიოდა ხელისუფლების მისამართით შეგნებულად ბუნებრივია იმ დღეს არ მინახავს ჩვენს ეთერში რა თქვა არ აქვს მნიშვნელობა ის აქციაზე იდგა და ultimatumს თქვენ ეთერში იყო ჩართო და იქიდან გამომდინარე გაიგეთ ხო თქვენ ვინ არის ეს ბატონი ჩირკვია ხო მანამდე იყო ბუნებრივი ეს ადამიანი არის ადგილობრივი ბათუმელი იყო გასული აქციაში მონაწილეობის მისაღებად თავიდან ბოლომდე სადაც შვიდობიანი იყო ბუნებრივია ის რა განცხადებაც მან გააკეთა არასწორ ადგილას არასწორი განცხადება გააკეთა ამაში გეთანხმებით არ უნდა ყოფილიყო საერთოდ იქ მით უმეტეს ეს ადამიანი 500,000-ზე ამორჩეველი იყო იქ იყო ლეიბორისტული პარტიის ხარდაჭერი ის იყო იმ პარტიის ხარდაჭერებიც იყვნენ და ძალიან აქტიურად ჩართულები სხვათა შორის რომლის სახელსაც თქვენ ხა მიხსენებთ ევროპულ საქართველოს მათი წარმომადგენლები სატელეფონო ჩართვებით არ გერთვებოდნენ სად არიან არ უცხადებდნენ სოლიდარობას უნამუსოა ის ადამიანი ვინც ამას ამბობს და მოაწყო დადგა ის ორი ლიდერი ამ პარტიის და დაადანაშაულა ირიბად ნაციონალურ მოძრაობას სოლიდარობას უცხადებთ აქციასა და საფასო აქციებს ვიწყებთ საქართველოს რეგიონების რუსთავში ზუგდიდში ეს არ უთქვამთ ევროპულ საქართველოს არ ვიცი რომელი პოლიტიკოსი გახსენდება ნაციონალურ მოძრაობიდან ვინც მსგავსი თქვა რაც თქვენ ეხლა მითხარით
თქვენ და სოლიდარობის აქციებს ვიწყებთ თქვენ ქვეყნის მასშტაბით, ხო? არა, ეს თქვენი პარტიამ გავრცელა, რომ თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში ანალოგიური ეს იყო Facebook-ის დაგეგმილი აქციას მოეძახეთ იმას, რაც რუსთაველის გამზირზე იყო 10 რამდენი ადამიანი 20-30 ადამიანი იყო, იყო რეალურად მედია აქტივობები. მე მაგალითად რუსთავი 2 ეთერში ვიჯექი, ვიღაცა ის და თქვენ ეთერში, ვიღაცა ერთებოდა სატელეფონო ჩართვით საზოგადოება უწყებას, ვიღაცა არ იყავით სოლიდარული მაშინ ასევე თავდა რუსთაველის გამზირი და პირდაპირ ეს იყო მედია აქტივობა რეალურად. ამიტომ სოლიდარული რასთან დაკავშირებით ვიყავით და რის მიმართ ვიყავით, მე მგონი ეს ხომ ძალიან კარგად იცის მოსახლეობა. ეს არის ქართული ოცნების და თავისი სატელიტი ოპოზიციური პარტიების, რომელიც უხვატყავს ეხლა ბიძინა ივანიშვილს, მათი მცდელობა ძალიან სამარცხვინო განსაკუთრებით იმ უკანასკნელი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ობიექტი იყო ასევე ჩვენთან ერთად და დევნისა ივანიშვილის მხრიდან და დღეს რეალურად ერთი და იგივე მესიჯების გავრცელებით არიან დაკავებულნი. კიდევ ერთხელ ეს იყო შეგენებულად მოწყობილი პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან სახანძრო მანქანა არ გამოუყვანეთ თუ დააკვირდით. მთელი დილის საათამდე თავისებური ტაქტიკა ყოდა ეგზალტირებულ ადამიანებთან რომ მიეშვათ სპეცრაზმი. ბევრად უფრო ფატალური ეს ძალიან მშვიდობიანად მოხდა. ჩვენ ვნახეთ თავარი განსხვავება ნაციონალური მოძრაობის კარგი ჟურნალისტი ხართ. მადლობა ნიკა. პროვოცირება ყველგან მეც მათქმევიოთ სათხმელი. თქვენ რაც თქვით, ის ხომ გააკეთეს ისედაც თითქოს ამის გამო იქნებ შეიკავეს თავი თქვენ მეუბნებით. სპეციალიზი გამოიყვანეს და როდესაც არანაირი ნიშანწყალი არ იყო ვანდალიზმის და ხულიგნების შემოსევის ბათუმზე, მაშინ გამოიყვანეს და დაარღვიეს 5 წუთით ოღონდ და მე დამალეს ეს სპეციალიზი სად გაიყვანეს სახელმწიფოში რისთვის არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი მართლწესრიგი დაამყარო და წესრიგი ხო ქალაქში ამ შემთხვევაში ბათუმში გაიყვანეს ისევ და კითხეთ ძალიან ვთქვით რომ ქართული ოცნების რატომ გამოიყვანეს 5 წუთით და რატომ გაიყვანეს 4 საათით დამალეს და მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არ გარწმუნებთ რომ სულ სხვა ტიპის ტაქტიკა არის არჩეული საპროტესტო გამოსვლებთან მიმართებაში ვიდრე ეს იყო თქვენი ხელისუფლების დროს რომელიც ბევრად უფრო მძიმე ეს იყო აი როგორც ქსელში წერდნენ ვანდალური აქციის მშვიდობიანი დაშლა და არა მშვიდობიანი აქციის ვანდალური დაშლა 5 საათის განმავლობაში გაბატონო კარგი თავად აგონ ამაზე პასუხი ჩვენ არ ვიდაოთ ეს ნორმალურია ეს იყო ქაოსი ეს იყო ვაქანალია ეს იყო უპატრონობა და არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ არსებობდა 12 საათის განმავლობაში ქვეყანაში ეს იყო კარგი და ამაზე უარესია გაკეთებული გაგახსენებთ თქვენ ტელევიზიასთან მიმდებარე აქციას არ გახსოვთ ხომ გახსოვთ ძალიან კარგად როდესაც 40-50 გავეშებული პროტესტანტი როგორ ამსხვრევდა მანქანების მინებს როგორ მანქანაში ხალხი რომელ აქციას იხსენებთ? ხალბატონი ბურჯანაძის მიერ მოწყობილს ტელევიზიის წინ. მაშინ არც ერთი ეს დღეს ყოფი ქართულ ოცნებაში მაღალ თანამდებობის პირზე არ იდგა სახელმწიფოს გვერდით. მაშინ როდესაც არ გვდნენ გახსოვთ ხომ ის კადრები, როდესაც ამსხვრევდნენ მანქანის მინებს. თქვენ იხსენებთ ნაციონალური მოძრაობის 2011 წლის მოვლენებს, ხო? ჯოხებით შეიარაღებულები. დიახ, სახელმწიფოში დიახ, უნდა არსებობდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, რომელიც სწრაფ რეაგირებას ახდენს შეხვედრაზე და აღეკვეთა. დიახ, უნდა დაისახოს ყველა ორგანიზატორი და დამკვეთიც. მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ დამკვეთი არის თქვენი ქვეყანა არ არის ეხლა ოქროს შუალედს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გზამკვლევი, ისეთი ტიპის აქციების ისე დაშლა, როგორც ეს ნაციონალური ორ ეპიზოდად როგორც ვაშინგტონში ხდება, როგორც ბერლინში ხდება, როგორც ბონში ხდება, როგორც ნიუ-იორკში ხდება და როგორც ლონდონში ხდება. პოლიცია რისთვის არსებობს? აი პოლიციას თავი დავანებოთ ხალხოდიან 12 საათის განმავლობაში რომელიმე პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი ქართული ოცნებიდან ხო შეიძლება გამოსულიყო და ჭიდრო ურთიერთობა მაინც დაემყარებია იქ ადგილზე. დარწმუნებული ვარ მე დამჩა ესეთი შტაბეჭდილება რომ და თქვენ ალბათ გამიფანტავთ არ მინდა ყოველწამს თქვენი განცხადებებით ესე ვთქვათ იმ დღეს აღამოს გაკეთებული როგორც ჩანს თქვენც არ მოგეწონათ თვად რაც თქვენ თქვით და გინდათ ეხლა აქედან იმ ღამის განცხადებებით თქვენ ზუსტად რა ვთქვი რომ სოლიდარულები მაშინ გავიმეორეთ რომ ასეთი პროტესტი რომ რამდენიმე ქალაქში ანალოგიური პროტესტი ივანიშვილი გაიქცევა ანატომიის პრობლემის ხომ ვიცით რაც იყო ადამიანმა გულით ავადმყოფა გააჩერა ავტომობილი საკუთარი აფთიაქთან მედიკამენტის საყიდლად ამ დროს შულტარი მამა ამ დროს მივიდა საპატრულო ეკიპაჟი და კანონის მიერად ითხოვდა დაჯარიმებას ამ ადამიანის მეორე შვილი მოვიდა გამოისაცხა მამას დაიწყო კონფლიქტი ამ ორ ადამიანს შორის ანუ ეკიპაჟსა და
ქალაქის შორის და ამ ეპიზოდის მერე რაც მოხდა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ არა ამ ეპიზოდზე 7 საათზე 8 საათზე 9 საათზე 10 საათზე ეთერში პირდაპირ ეთერში გახსოვთ არა 6-ზე 7-ზე 8-ზე 9-ზე 10-ზე სულ კეთდებოდა ამ აქციებზე ისეთი განცხადებები რომელსაც აი გაგიმეორეთ ასჯერ რომ თქვა გორელმა პატრულმა როგორ უნდა დააჯარიმოს ისეთი მიუღებელი რა თქმა უნდა მიუღებელია ეს ბუნებრივია მაგრამ ეს იყო თუ გონიათ თქვენ არსი იმ პრობლემის და იმ პროტესტის ეხლა 100 ადამიანიდან ერთი რაღაცა სიტყვის რომელსაც უნდა ჩავებღაუჭოთ და 99 და გადავდოთ გვერდით სად იყო მე ჩვენ რა განსადებებს ვაკეთებდით ამოვედო ჩვენ ვაკეთებდით გამოვიდეს მე პირადად რუსთავი უნივერსიტეტში რადგან ჩვენ მეგობრებმა მათ შორის რუსთაველის გამზირზე როდესაც ჟურნალისტები წოდნენ თქვენი ტელეკომპანიაზე რა განსადებებს ვაკეთებდნენ რომ გამოჩნდეს პასუხისგებლობის მქონე პასუხისგებელი ადამიანი ქართული ოცნებიდან და გააკეთოს საჯარო განცხადება გამოჩნდა კვირიკაშვილი და რა გააკეთა რა განცხადება ის განცხადება რასაც აკეთებდა თურმე ხორცელი მე დავარბიე და ეს იმ ადამიანმა რომელიც კვირიკაშვილის თქვენმა პოზიციებმაც ხომ არ მისცა ხელისუფლებას საშუალება რომ რაღაც დესტრუქციულ ძალებზე გადაეტანა აქცენტი 200-ზე არ არსებობს რაც არ უნდა ეს არის განწირულ 100%-ით პასუხისგებელი არის ქართული ოცნება იმაზე რაც მოხდა ბათუმში და ეს ასე იქნება არაფერი არ გამოვა ქვეყანაში აბა რაც ხდება ყველაფერზე ხელისუფლებები არიან ხოლმე პასუხისგებლები ეს მცდელობა არის უბრალოდ თავშივე განწერული მარცხისკენ გამორიცხულია ვიღაცა მე ხა იქ რაღაცა ურჩია რომ ეს ყველაფერი თქვენ ბოდიში და რომ არ შეგეტენოთ და თქვენ რომ არ გახდეთ 100%-ით სამიზნე თელი საზოგადოებაზე იქნება ვიღაცას დააბრალოთ და ვის დააბრალებენ იმ ადამიანებს დააბრალებენ ვინც ჩვენ პარტიაში და წავიდეთ ეხა მათ ასე უნისონში მათთან ერთად განცხადებებს აკეთებენ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ იმ ადამიანები აკეთებენ ნებისმიერი პროტესტი თქვენთვის თქვენი მხრიდან იწვევს სოლიდარობას ქვეყანაში სანამ ეს არის კანონის ჩარჩოებში დიახ პროტესტი არის კონსტიტუცია. რასა პროტესტებენ? კარგად მოგეკითხა. მაინც გონია რომ რაღაც პოლიტიკური ალგოს თვალსაზრისით არავითარ შემთხვევაში ხარვეზი ჰქონდათ. პროტესტი, ის საპროტესტო აქცია, რომელიც კანონის ფარგლებშია მოქცეული, აბა პოლიტიკოს გონია თქვენ უნდა მოვიდეს და ეთერში როგორც ახლა პარკეტის პოლიტიკოსები მრავლად არიან, მათ შორის ოპოზიციაში, მხოლოდ საუბრობენ და მხოლოდ კაბინეტებში შედან. და ასეთი პოლიტიკოსები 20 წელიწადი პარლამენტში რომ არიან, მე-7 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრები რო არიან და ყოველ 20 წელიწადში პარტიას რო იცვენ და დღესაც არ ჩამომართულებიათ რამდენი პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიის ლიდერია. მიხეილ სააკაშვილს არ უყვარდა ქუჩაში თვითონ თავად კი ეს გზა გაიარა, მაგრამ შემდეგ მუდმივად ოპოზიციას, რომელიც ქუჩაში იდგა, არადა მაშინ ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნა არ ქონდა, ის ქუჩის ოპოზიციას უწოდებდა და სულ ცდილობდა ამ ჯგუფების მარგინალიზებას. იცით რა იმიტომ რომ პარკეტიდან ასე ჩანს ქუჩა არ არის კარგი. პარკეტის პოლიტიკოსებს მე ვეძახი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოწყვეტილნი არიან მაჯისცემა საზოგადოებისა და სამწუხაროდ ხელისუფლება მთლიანად ასეთი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული და ოპოზიციურ სპექტრშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არათუ პარკეტის პოლიტიკას აწარმოებენ, არამედ მჭიდრო ურთიერთობაში არიან ქართულ ოცნებასთან და ეს ჯერ კიდევ ნათლად ბევრისთვის დარჩა ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება. ამიტომ პოლიტიკოსის მოვალეობა აქედან რომ გავალ ეხლა მე თქვენი შენობიდან და დავინახო 40-50 ადამიანი აწყობს საპროტესტო აქციას. გულწრფელად გეუბნებით აუცილებლად დავინტერესდები და მივალ. და თუ კი ეს იქნება მართლაც სამართლიანი და თუ კი იქნება იქ ის პროტესტი და არავის არ დაუშლია თქვენთვის დაინტერესება. არა, ხარდაჭერა ჭირდება აუცილებლად დიდი მადლობა. სოლიდარობას გამოუცხადებ ყველა მშვიდობიან პროტესტანტს, მაგრამ ვანდალებს და ხულიგნებს, რომლებიც ინსპირებულნი არიან ქართული ოცნების მხრიდან და პირველად არ მომختارო თელი ეხლა გამოიწვია. ქუჩის ამბავს მოიკითხავთ მაინც ეს შაბეჭდილება და ეხლა გამოიწვია ეს ინტერესი რა ბევრში, მაგრამ მაშინ როდესაც ეს ვანდალები და ხულიგნები ნაციონალ მოძრაობის ოფისებს მათ შორის ბათუმში წარბევდნენ, აგეყოლება თქვენი სტუმარი. არა, მერაბ გოგობერძე ბათუმიდან ჩაგვერთვება, რომელიც ამით არის ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს იყო თავად თქვა. ეხლა ნახეთ, კვირიკაშვილი იძახს რომ ძიებაში ჯერეთიც კვირიკაშვილმა რა განაცხადა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. გამოძიებას მიცა მიმართულება კვალი საერთაშორისო პირდაპირ ეთერში, როდესაც ის შეხვედრას მართავდა, პია შეხვედრას ბათუმში. ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ და გიკვირთ, თქვენ გაგიკვირდათ ნაციონალურ მოძრაობა დაადანაშაულეს. კორცხელში მე და ჩემი მეგობრები როდესაც ვიყავით თავდასხმის ობიექტები, მაშინ ვის დააბრალა კვირიკაშვილმა? მე დამაბრალა, მე და ბოკერიას დააბრალა, რომელიც დამიჯერეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს დაუსვამ აუცილებლად შეკითხვას, რომელიც ჩნდება მათი განცხადებების შემდეგ. 13 ივნისის სტიქია, გაგახსენეთ თბილისის
პირველი რა განცხადება გააკეთა კვირიკაში თუ გავიგე. დიდი მადლობა. ნაციონალ მოძრაობას დააბრალა. მე ყველა პოლიტიკურ ძალას მის განცხადებებზე ვეკითხები და არასმის განცხადებებს. ეკონომიკური უკუსვა უპოვართა ასე თქვათ აი არ ვიცი ყოველდღიურად იზრდება გაჭირებულთა რაოდენობა, უმუშევართა რაოდენობა ასტრონომიული ასე თქვათ რიცხვს აღწევს ხომ ეს კარგით, მერაბ ღოღობერიძეს უნდა ადამიანების მაშინ როდესაც ყველაფერი არის ჩავარდნილი და ბიუჯეტი არის დეფიციტური და ხაზინაში რეალურად შემოსავალი გაცილებით ნაკლებია ვიდრე უნდა იყოს. ეხლა ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს რომ მუდმივად განტევების ვაცი იპოვოს და ვერასდროს ვერ პოულობს. კარგი. ამ შეკითხვებს დავუსვამთ მათ. დიდი მადლობა ნიკა მელიას და ეხლა ჩვენ გადავდივართ შემდეგ სტუმართან მერაბ ღოღობერიძესთან, რომელიც ბათუმიდან გვერდება. მე ნიკას დავამშვიდობები და მადლობას ვეთქვი მას. მერაბ, გამარჯობა.